თუ ქალი მუშაობს ისეთ ადგილას, სადაც მამრობით სქესს და უწყვეტი მოდინება, მაგალითად ბარი, რესტორანი, დრაივი, ფიტნეს კლუბი, გაყიდვების კონსულტანტი და ასე შემდეგ. რა ხდება ამ დროს? რა და აბსოლუტურად ყოველ დღე მას ვიღაც ტიპი ეჩალიჩება. ვიღაცა ნომერს თხოვს, ვიღაცა ყავაზე ეპატიჟება, ვიღაცა კი უბრალოდ თვალებით ჭამს. ის ოცნებობს, რომ ერთი დღე მაინც გავიდეს ისე, რომ ვინმე არ დამეჩალიჩოსო. მაგრამ არა, დღეში 10 კაცი ეფლირტავება, 50 კი სწხვენია და შორიდან უღიმის. მსგავს ადგილებში 2 წლიანი მუშაობის შემდეგ მას უკვე შავი ქამარი აქვს იმაში, თუ როგორ უნდა დაადოს მამაკაც ლამაზად, სწრაფად და ეფექტურად. მაგაში არის უკვე ოსტატი. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეგ ხომ კარგია, როდესაც ქალს მარტივად შეუძლია სხვა კაცების მოგერიებაო. მე კი გეტყვი, რომ ის შენც მასევე მარტივად მოგიგერიებს, რადგან მას ასეთ ადგილებში მუშაობის შედეგად უყალიბდება ქრონიკული გაუფასურების სინდრომი. შედეგად როგორც კი დასჭირდება, მომენტალურად გაუფასურებს ყველა შენს ინვესტიციას თქვენს ურთიერთობაში. იმიტომ რომ მისი თვითშეფასება არის galaktikis მასშტაბებამდე გაბერილი და რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ფართოვდება. ამიტომ კარგი ის კი არ არის, როდესაც ქალს ეფექტურად შეუძლია მამაკაცების მოგერიება. კარგი არის, როდესაც ქალი ერიდება ისეთ გარემოს, სადაც მოუწევს მამაკაცთა მოგერიება. ყველაზე საშიში კი აქ ის არის, რომ ეგ ცვლილება ქალში მომენტალურად ხდება. ანუ დღეს და ახლა ის შეიძლება ნორმალური, მოკრძალებული გოგონა იყოს, მაგრამ როგორც კი მიიღებს ერთ თვითონ და უმნიშვნელო გადაწყვეტილებას, როგორიცაა უფრო მკვეთრი პომადის წასმა, ან უფრო ამოჭრილი დეკოლტეს ჩაცმა, ან უფრო მოკლე კაბის ჩაცმა, მორჩა კინო. აი მაგ მომენტიდან იწყება მისი რადიკალური და მომენტალური ცვლილება. ხოლო უკვე 1 წლის შემდეგ, როდესაც ის გესალმება, უკვე ისე გრძნობს სიტუაციას, რომ მაგ მოსალმებითაც კი რაღაც ადალჟენიას გიკეთებს. მოკლედ გახსოვდეს, რომ თუ ქალს თვითშეფასება აქვს გაბერილი, მას უმეტეს შემთხვევაში არ აქვს მამაკაცის დაკარგვის შიში. ის ბევრად მარტივად რისკავს კონფლიქტებსაც, ღალატსაც და დაშორებასაც. იმიტომ რომ მას ყოველთვის აქვს საპასკა, თან არაერთი.